დილამშვიდობისა. აი ახლა მოусმინე YouTube-ზე სენატორი სანდერსი გამოდის და ყვება ადარებს გამოკითხვა ჩატარდაო ამერიკაში 50 წლის წინ ცხოვრების დონე შეადარესო დღევანდელსო და უმეტესობამ 75%-მა თქვაო რომ ესე იგი 50 წლის წინ უფრო კარგი სიტუაცია იყო ზოგადად. ანუ მეტი შანსი იყო განათლების მიღებაც უფრო ადვილი იყო. მერე თქვა ოჯახში აი სადაც მე ვცხოვრობ ამ ჩემს ნაიბორხუთშიო იქ თქვა ერთი კაცი თუ მუშაობდა ოჯახში თქვა მამა არ ჩენდაო მთელ ოჯახს ახლა უკვე ესეთი სიტუაცია არისო რომ ესე იგი ერთი შემოსავალი არ ყოფნის ოჯახსო აი მართლაც რო შეადაროთ დღესდღეობით რა ხდება ასეთი საშუალო სამუშაოების პირობებში თქვა ცოლი ქმარი მუშაობენ და ძლივ-ძლივობით იხდიან ბილს უკეთეს შემთხვევაში ხანდახან არც ყოფნით და იქ კრედიტ კარტზე დებენ ფულებს რაღაც თანხებს და ვალიადებათ ესეთი სიტუაცია ერთ რამეს ყველა ამბობს სანდერს თქვა ეგ შეგიძლიათ მოусმინოთ ამ ვიდეოს რომ ერთ რამაში ყველა ეთანხმებაო რომ აი სელფონები ეს საკაბელო კავშირები მე დიდი ტელევიზორები და ეგ ტექნიკა განვითარდაო მაგრამ მარტო ამის განვითარება მაინც პროგრესის იმას არ ქმნისო რა მოკლედ არ არის პროგრესი იმ მხრივ რომ სტრესული სიტუაცია ბევრად უფრო გაზრდილიაო მეტი სტრესიაო მე ბავშვები ფიზიკური აქტივობით დიდად ვეღარ გამოირჩევიან ანუ უფრო მიჯაჭვული არიან ამ კომპიუტერზე და ამ ტელეფონზე ზიან სახში ურთიერთობები ნაკლები აქვთ ადრე ჩვენ ვთქვათ ჩვენზე არ ელაპარაკე ამერიკის ცხოვრებაზე ელაპარაკე მაგრამ დაახლოებით იგივე იყო ხო 50 წლის წინ ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდი ხო და დაახლოებით 60-იანი მაშინ ბუმი იყო ესე იგი ძალიან დიდი ის იყო რა ქვია მანქანების ყიდვა ეს ყველაფერი ტექნიკა მაშინდელი რაც იყო ეგ შემოვიდა ხო და ესეთი სიტუაცია იყო ამას ყველაფერს რო ანალიზებს სანდერსი საბოლოოდ დასკვნამდე მიდის რომ წინსვლა არ ხდებაო და ახლა მაგისი თეორია ცოტა სოციალისტური იდეებიც აქვს და ბევრ რამეში შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს მაგრამ ერთი რამე ფაქტია რომ აი ესეთი წინსვლა რო პროგრესი რასაც სულ ამბობდნენ რომ აი ახლა გარდატეხა მოხდება კომპიუტერული ტექნიკა და ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტი ძალიან მას გამოიწვევს გარდატეხას ესეთი რამე ჯერჯერობით არ ხდება პირიქით ესე იგი რთული ხდება რა ქვია ბილების გადახდა ოჯახში თქვა ბავშვების გაზრდა და ყველა პირობები შექმნა ახლა ძალიან რთული გახდა და აი ამ ანალიზს ატარებს ეს კაცი სენატორი სანდერსი გირჩევთ რომ უყუროთ ამ ვიდეოს და თქვენი დასკვნები გააკეთეთ და თქვენ შეადარეთ აბა როგორ და რა